მეგობრებო, დღეს შემოგთავაზებთ საახალწლო ეტლის დამზადების პროცესს. პირველ რიგში თქვენთვის სასურველი ფიგურა უნდა დაიფაროს აკრილის საღებავით. ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ თეთრი საღებავი. მეტი ბზინვარებისთვის დავამატე ასეთი ვერცხლისფერი აკრილის საღებავი. ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოვიდა და გადავწყვიტე, რომ ეტლს ქონოდა ფარდები, შეგიძლიათ ნებისმიერი ნაჭირის გამოყენება და გირჩევთ, რომ ფარდები დაამაგროთ ცხელი წებოს საშუალებით ორივე მხარეს. ბოლო ეტაპია უკვე ეტლის ფიგურის შეერთება, რისთვისაც გამოვიყენე B6000 წებო და აუცილებელია ფიგურა დავაფიქსიროთ ხელით რამოდენიმე წამის განმავლობაში, სანამ წებო იმოქმედებს. მომდევნო ვიდეოში უკვე გაჩვენებთ ამ ეტლის გაფორმების პროცესს, იმედია მოგეწონათ.